აბა მარინა. ხო და? რას ამბობდი? ჯერის ერთი უღოცავ პირველ რიგში. რუსთავი ორს არაჩვეულებრივი პროექტის დამთავრებას, X-ფაქტორის დამთავრებას, რომელიც იყო ზეიმი პროფესიონალიზმის, ნიჭის, რეიტინგის, ხარისხის, კრეატივის. აი დიდი მადლობა ჩემგან პირადად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეხება იმას, რაც ვიცი, რაც მიყვარს და ვართ პირველები და ვერც ვერავინ ვერ გამოჩნდება. განებივრებულები ვართ. ძალიან მაგრები ვართ რუსთავი ორი ამაში. გადავწყვიტე რატომ ეს გოგონა და რატომ ის ვინც მე მინდა გითხრათ რომ დღეს სტუმრად გვყავს სოფო სააკაშვილი. რატომ ძალიან მაგარი მნიშვნელოვანია? იმიტომ რომ პირველ რიგში მე თვითონ ვარ უფრო ვოკალის ტრადიციული ვოკალის სპეციალისტი არ ვიცი ხა როგორც გინდა დავარქვათ ნუ გამომიკედება ნურავინ და აქედან გამომდინარე მაინტერესებს როგორც პროდიუსერს რატომ ვერ გაიმარჯვა სოფო და ძალიან კარგმა ფერში ახლა გაიმარჯვა მაგრამ მაინტერესებს ის რა ბარიერი იყო რამაც ვერ მიიტანა მისი სიმღერა ადამიანების გულებამდე ვკითხოთ სოფო სააკაშვილს ხო სოფი მოდი გამარჯობა მე ისე როგორც ნიკოლოზ რაჭველს ნიკა მემანიშვილს ვეძახი ისე არ შემიძლია სოფოს სოფი დაუძახო მაპატიე იმიტომ რომ გაგიცანი ასე სულ პატარა და იყავი სოფო სოფო მე სოფოთი გავიცი ხო სოფო ძალიან ჯერ-ერთი გილოცავ ფინალისტობას იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ყველა გამარჯვებული იყო იქ იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ეს არის ხალხის გაცნობა რომ ხალხმა გაგიცნო მაგრამ სულ მაინტერესებს მე ისეთ შეგრძნება მქონდა რომ შენ პირადად გიშლი და რაღაცა ხელს რომ მაყურებლამდე არ მეგეტანა ის რაც გაწუხ მე როგორც პროდიუსერს მაინტერესებს ახლა ეს ამბავი არ ვიცი აი ვერ გეტყვით ეს არ ვიცი რატო ვერ მიიღო ისე როგორც უნდა მიიღო მაყურებელს ჩემი სიმღერა არ ვიცი მაგრამ რა მე ყოველ გამოსვლაზე ვცდილობდი რაღაც მეთქი ახალი გავაკეთო რაღაცა იმიტომ რომ ხარი რომ ეხა არის სიმღერები რომელიც ნუ ერთმა იმღერა ორმა იმღერა სამმა იმღერა ნუ ჩემთვის ხოლმე არ არის საინტერესო და ძალიან მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება და ხშირად იყო კარგი გონება გაქვს ეხლა ეგეც ვიცი და თავი გაქვს და განათლებული ხარ და ეს ყველაფერი გაქვს მაგრამ მე სულ მე გონი არ ვიცი დამეთანხმებით რომ მასში იყო პრობლემა შენში იყო რაღაცა პრობლემა შეიძლება იმიტომ რომ ძალიან კარგი მონაცემი გაქვს ვოკალური აბა ძალიან მაგარი აბსოლუტურად ძალიან დიდი კარიერის გაკეთება შეგიძლია აი ყველანაირ მუსიკში ვხედავ ისეთი ის მქონდა აი არაგაკ დიაპაზონის პრობლემა მე ხო ვესწრებოდი მინდა არ მინდა და მონაწილე ვარ ამ პროექტის ვიყავი სოფიის რამდენჯერმე ისე დროს მოუწია სიმღერა მისი ფიზიკური მდგომარეობა ყელს გულისხმობ ამ შემთხვევაში ისე დღეში იყო რომ ძალიან მეშინოდა სოფი რას იზავდა როცა გავიდოდა სცენაზე და ისეთები არ დაუნახავს და არ უცემენ მოვიძახდი რომ აი მე დღეს არიცი თქვენ ამას რა ჭირდა და როგორი მღერა და რა ჭირდა ყველას ქონა რა ჭირდა არაფერი არ ჭირდა კი ანუ ესე ფლობდე ადამიანი ამასაკში ყელს როგორც ადამიანი ხუთ თიც არ ვიცი ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა ძალიან მაგარი ერთი რამ მინდა გითხრა ეს ტექნიკური მხარე შენი სრულიად ვოკალური შესაძლებლობების უკვე მთელმა საქართველოს მიცის ნახა მოისმინა და ასე შემდეგ შინაგანად როგორ გძნობდი თავს სცენაზე ანუ აი ეს ემოციური კავშირი შენ თვითონ შენთვის რა არის სცენა ეს მაინტერესებს იმიტომ რომ ის რომ ღერი რაღაცნაირად არ ვიცი არა ამ ქვეყნიურად ეს გასაგებია შინაგანი ემოციური მდგომარეობა როგორი გაქვს ძალიან მაგარი. აი სცენაზე რო დგახარ, თავიდან კულისებში რო დგახარ, ცოტა ნერვიულობ, რა აი ხალხი რა. და მე რა მაინტერესებს. შემოვიდა. გაბუნია აქაც თავზე გადგას. არ არსებო. შევჭა მამანდა. X-ფაქტორიდან გაგეკეცი და მაინც შემობძანდით. რა მინდა კიდე იცი თქვა სანამ გაბუნია შემოვა თუ აპირებს. მოდი ხელის მიკროფონს ვიფრთხო. ჯერ თქვას ბავშვმა რაღაცას ამბობდა, მოიცა. და ნუ რაცა კულისებში დგახარ თავიდან განსაკუთრებით პირველი ეტაპები რო იყო აი 4 სკამი მანამდე რაღაცას კასტინგები რაღაცა ნერვიულობ იმიტომ რომ არიცი აი ხალხის ემოცია როგორი იქნება შენს მართ აი სცენაზე რო გადიხარ და რო იწყებს სიმღერას
всё, იქ რაღაცა მაშინ მე გეტყვი ერთ რამეს და ძალიან მინდა რომ გაბუნია შემოვიდეს ამასობაში. მე მქონდა შეგრძნება რომ შენ ემოციას არ უშვებდი პირველი რიგის იქით და იღებდი იმ სიამოვნებას რაც შენ ქსიამ. ეს მინდა გითხრა მომღერლისთვის დამღუპველია. მხოლოდ შენი სიამოვნო და შენ არ გასცე. ეს ძალიან რთულია, ხდები? ალბათ, მაგრამ მაპატიე გვანცა ნახე, მარინა არ შემიძლია სარაღნიშნო ფინალისტები და არა მარტო ფინალისტებისგან განსხვავებით, სოფის აქვს ერთი ძალიან მაგარი თვისება. იქ იყო კიდე სპარკლი და არის სოფი, რომელიც ითხოვდა თუ შეიძლება და ინტეგრირებული ყოფილიყო ნომერთან. ემოძრავა, ეცეკვა, ყველაფერზე წამსვლელია. არანაირი წუნი არ ქონდა მის ნომერს, მე ამაზე ამიტომ დაუძახე ამბავს. ის ითხოვდა რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ X-ფაქტორი ზუსტად მაგისთვის იყო, რომ არა მარტო დაუმდგარიყავი და მემღერა, ყველაფერი გაეკეთებინა. ბოლომდე რაც შეიძლება და თავი ეჩვენებინა, ძალიან ბევრი გამაკეთებინა. მე პირველ რიგში მინდა ის გითხრა რომ შენ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენო რაც ისწავლე რომ გააკეთო ძალიან დიდი კარიერა. აი ეს არის X ფაქტორი, ეს არის პროფესიონალიზმი და რომ შენ რაღაცა ბარიერი გადაგელახა, ნამდვილად გახდებოდი გამარჯვებული. მაგაში ეჭვი არ მეპარება. რამდენი წლის ხარ სოფი? 19-ის. ძალიან პატარა სოფი გამარჯვებულია. ძალიან პატარა. ჩემთვის სტუმარი. მე ველოდები სტუმარი. თვითონ წამოიღო სკამი, იმიტომ რომ არ იყო გათვალისწინებული მისთვის. დაში დაუკრა. არის სკამი. ეს არის მენტორის სკამი. ჩემი აწი უკვე ჩემი კოლეგა მუსიკალური პროდიუსერი გიორგი. ამას რო ვამბობ მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ ნუ რა გავაკეთე. ეხლა მითხარი, მოწყენილი სმაილი რატო გაქვს? რო ვერ გაიმარჯვა შენმა ბიჭმა მაგით. და თვალში დარტყმული, აი. არა, მე მაინტერესებს ახლა შენი აზრი სოფოსთან დაკავშირებით. ეხა იტყვი, მე როგორც როგორ პროფესიონალი დამთავრდა გეუბნები, პროექტი, რომ ყველა მონაცემი ქონდა ამ გოგოს, რომ გამხდარიყო X ფაქტორი. რასაც მეც ვამბობდი. რასაც მეც ვამბობდი, სწორედ იმიტომ რომ მე ვამბობდი ახლა, ну რა ვიცი. არა, კი, რა თქმა უნდა, თუმცა არა მხოლოდ სოფოზე ჩვენ იქ ხაზს უსვამდით, რა თქმა უნდა, მინუსებს, რომელსაც ვხედავდით კონკურსანტებში და აგრეთვე პლუსებს. მე რამდენჯერმე მithქვას და სოფიც დამეთანხმება, რომ ჩემთვის როგორც ჟიურისთვის ერთ-ერთ კონკურსზე ვუთხარი, იდეალური ხარ მეთქი. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაყურებელი რატომღაც და ამას აქვს რაღაც მიზეზები და ამას ქონდა ახლაც ვთვლი, რაღაც მიზეზები, მაყურებელი ვერ იღებს ან ვერ იგებს რა არის როგორ ფიქრობ, რა არის ეს მიზეზი? რა შეიძლება? ერთი წუთი. მე კარგი, ესეთი რაღაც მინდა ვქნათ. რაც ცუდი რომ სტეფანი არ ყავს მინდა ეხა სტეფანე გიორგი და ერთმანეთის ჭუვი აქ აბსოლუტურად არა. მე როგორც პროდიუსერი მაგრამ ეს ნათქვამი მაქვს მე და ამიტომ მოდი ეხა დაждდეს და იმღეროს და ეხა დაგიმტკიცებს, შენ დაგიმტკიცებს კიდე ერთხელ სოფი ჩვენ გინდა გვერდზე სტუდიაში. დამჯექი რომ კარგად მოის. არ გინდა ეხა გვერდი დაჭრა. ხო არა, მე ერთ-ერთი ვფიქრობ რომ რეპერტუარის პრობლემა იყო ეს ეწყინა სტეფანეს მაგრამ ეს არის კონკურსი, აქ უნდა აჩვენო. და სტეფანი აქ არ არის და მოდი არ გინდა ხო? ამას მაინც ღამეც სტეფანი ახსოვს ეთქო. ხო, ნუ რა თქმა უნდა, პროექციით ვერ მივიწყებ და უშეცდომოთ რომ ღერო და უშეცდომოთ და კი რა თქმა ხო და მე აკლასის როგორ არის, ხო აღიარებ. გიორგი მიხვიდე ხალხთან. შეიძლება. ხო და მიდი ხარ. მაგრამ ხო ფაქტია რომ ეს კეტავდა. თვითონ. რა თქმა უნდა, მე ამას ვეუბნებოდი რომ არ მოდიოდა გულამდე მისი ნამღერი. სწორი იყო, გონებით იგებდი რომ ძალიან სწორად ღერის, მაგრამ ვიცი მე გულში მივტყავდა და მეც გადარეული. სოფი ღერის სიყვარულზე ახლა თუ რაზე? რა ყველა გიჟი აქ მოვიდა დღეს, ალისია кейსის, ხო, დაახლოებით იმაზე არის, რომ ადამიანებს ზოგისთვის ფული წარმოადგენს ყველაფერს, მაგრამ ალისიასთვის ის ერთია ყველაფერი, აი მაგაზე. და შენთვის? მე ის ერთი არ მყავს და ოხ, როგორ მინდოდა რომ ყოლოდა, რომ გადმოგერ არა, ეს ერთი არ მყავს, თუმცა ჩემთვის ყველაფერი წრილმანები შეადგენს მე ერთიანად ჩემთვისაც ყველაფერი. მაშინ ამ სიმღერით მივუწევს დედას დაბადების დღე? აი, კილოცავთ. ვერდებით. აი, შვილი გაზარდა ფაქტია. შენ კილოცავთ, მაიკო. ცოცხალი ბუთხუზი გვესწრება? მოусმინოთ. ავაწყავეთ.
Some people leave for the fortune. Some people leave just for the game. Some people leave for the power. Some people leave just play the game. Some people leave as a physical things defined as superficial. Some people want it all, but I just want nothing at all. Feeling you, baby. If I got you, baby. Some people want diamond rings. Some just want everything, but everything means nothing. If I ain't got you. Some people want it all, but I just want nothing at all. Feeling you, baby. If I got you, baby. Some people want diamond rings. Some just want everything, but everything means nothing. If I ain't got you. Bravo, მაინტერესებს აი აქ რა სიტყვა. მომწონს, მე კიდევ ერთ გერმანია, ბრაზილია გაგიკეთა რა. მეც ესე მგონია. მოდი სოფო, მოდი. გავილაპარაკოთ. მე რა მინდა იცი თქვა? მე მინდა რომ ამ გოგოს კონდეს ძალიან საინტერესო კარიერა. მაგაში გაბუნე ვერ შეუშლის. არა, მაგაში ვერავინ. და ვერ შეუწყობს მე მგონი რა. პირველი რა უნდა გააკეთო ის რომ აუცილებლად უნდა იარო ფორტეპიანოს. კი. ისწავლო ფორტეპიანო, ისწავლო ჰარმონია, ისწავლო სოლფეჯიო. ანუ შენ უნდა იყო გახდე მუსიკოს შემსრულებელი. მაშინ ყველანაირ ბარიერს აი ესე გაწევ ხელებით, მაგრამ შენ თუ ეხა დაგმაყოფილდი რომ ამ ოქტავასაც ვიღებ, იმ ოქტავასაც და 40 ფორტეზეც ვღერი და პიანოზეც ვღერი, ნამდვილად არაფერი არ გამოვა. არა, აი მუსიკოსი უნდა გახდეს, ხვდები? აი ამ ბგერას რომ ეგრე რომ ფორტეპიანოს ხლობდეს და მაშინ ძალიან საინტერესო იქნება. მე იმიტომ დაგიძახე დღეს, რომ ძალიან მინდა რომ საქართველოს ყავდეს შენნაირი, ოღონ ძალიან საინტერესო მუსიკოსი. იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, ნოტებს ყველა იღებს ამ ბოლო დროს. თავარია აი ეს ჩადო და პროფესიონალიზმი და აუცილებლად. და ვისაც ეს არ გაგაჩნიათ, როგორ მოვიდეს თქვენამდე? ვერ სიცარიელია. არა, მე მაინც გონია რომ სოფის დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია და იცი არის, საერთოდ არსებობს რაღაც საქართველოში ესეთი მოსაზრება, თუნდაც კონკურსანტების მხრიდან, ვინც გამოდის კონკურსებზე, რომ საქართველოს ბაზარი მაინც არ დააკმაყოფილებს და ანუ არის ირჯებიან, ასე ვთქვათ, საკუთარი პროფესიონალიზმისთვის, იმიტომ რომ კარგებიან, გვანცე. იმიტომაც იკარგებიან და არაფერი არ არის. უნდა ისწავლო. კი, მოთხოვნაც უნდა იყოს შესაძლებელი და უნდა ისწავლო უცხოეთში. უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ნამდვილად გაკეთოს და დარჩე. არა, დარჩე სასწავლებლად, ეგრე არ არის. ხო, არა, სასწავლებლად რა თქმა უნდა. აგერ ანიტა ვართ მოწმე რომ ანიტა ყავდა აქ ეთერში, რომელიც აქ ჩამოვიდა, აქი ცხოვრობს და აქედან გააკეთებს ძალიან დიდ კარიერას. რას აპირებს შენ მოგვიყევი? შენი პროგრამული დააპდეითება გჭირდება. არ მჭირდება. ეს არის რა. ეხა ივლისის ბოლოს მივდივარ ნიუ-იორკში და ნახოთ ეხა იქ როგორ ამეწყობა რაღაცები, რაღაცებს ვაპირებ იქ რომ გავაკეთო და აქედან გამომდინარე შენი პროფესიული გარემო ამის მზად უკვე ყველაფერი კარგად იქნება. კი, ეხა მე ვიყავი წინა წელს და მე ჩამოვედი და ეხა ისევ წავალ და ვეცდები რომ ყველანაირად რომ უკან დაბრუნება არ მომიწიოს, მაგრამ თუ მომიწია, მაინც რა თქმა უნდა ჩამოვალ და მე თან ლონდონშიც ხო გაჩუქეს ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი. ჩემი პირადად. ისე გვიხარ და რომ აი მაგოც გვიხარ და რომ გიყურებდი. ყველაზე კარგი საჩუქარი. საერთოდ მე ვთვლი რომ გრან პრიზ იქნება საოცრება თუ გაუშვებენ 2 წლიანი, 3 წლიანი სწავლები პირველად. უფ. არანაირ მანქანას და არანაირ ბინას. მე სადღაც უკვე ზამთრისკენ შემოდგომის ბოლოს უკრაინის X Factor-ში ვარ მიწვეული იქაც და ესე
ბევრი რაღაცები ხდება და ნელ-ნელა მეც ვიყვები ესე. გაბონი მოხوار მოყვება ჟიურიში. ეს სიურპრიზია, სიურპრიზი გამხდება. არა, მე და საერთოდ გამიკვირდება რომ გამოჩნდეს იქ. მე და სტეფანე მივდივართ უკრაინის X Factor-ში. სტეფანე ჟიურიში უნდა იჯდე? არა, როგორც ჩემი მენტორი და ჩემი წარმომადგენელი. შენ რა ვერ გავიკეთე? 9 წელი ისე ვიჯექი რომ ვერანაირ კარიერა ვერ გავიკეთე ისე. ისე. 1 წელი დაჯდა აგერ გაბუნია და გახდა არც 1 სეზონი. სტეფანე აგერ თლად კიევში მიდის, აი ესე ხდება. კიევში გაგიშვებთ აი. უკეთ ყველა კარის შემდეგ კიდევ ახალი კარი იღება ხოლმე და ძალიან მიხარი რომ შენს წინ უკანანა იშლება მთელი ხო, მაგრამ აი მინდა იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან სერიოზული განათლება მიიღო მუსიკალური. შეგიძლია მოყვარია რომ ამ ყველაფერს დარწმუნებული აუცილებლად, აი სხვას არ ვეტყვი ამას, იმიტომ რომ ზოგს არ ააკეს, მაგრამ ეს შეგიძლია ყველა. მე აბსოლუტურად მივხვდი შენ განსაკუთრებას უწევდი და გამარჯვებულსაც მიულოცო შუა სახელით. აუცილებლად. იმაზე ორი აზრი არ არის. ასეთი ენერგეტიკით როგორ შეიძლება იმას ეწყინო? ზუსტად სხვა კუთხით არის ოფოაგა და ალბათ მოვა ჩვენთან და არის საოცარი ენერგეტიკით, საოცარი მუხტი აქ რა. ემოციით. ხოს არიგებს ოზო? არა, რომ მოვა ალბათ ჯობა პირდაპირ მიკროფონი დავაჭერნოთ. ოთხივე არიან გამარჯვებულები ნამდვილად, იმიტომ რომ ურთულესი გზა გაიარეს. და მე მიხარია რომ რუსთავიორმა თქვენ გიპოვნათ, თქვენ იპოვეთ საშუალება იმისთვის რომ ჩვენ გაგვეგო თქვენ შესახებ და თან ეს და მე კიდე რას ვფიქრობ, იცი რომ აქ ამაზე ვერ გაჟღერდა რომ მაყურებელმა რატო ვერ მიიღო მისის ძალიან კარგად მიიღო საბოლოო ბოლოს მაინც მიიღეს. კი, წარმატებებს გისურვებ სოფი მთელი გულით და გაგვაგებინე ყველა შეტილებებში და უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. რომელ ჟიურიში გელოდოთ ეხლა? არ ვიცი, ნახოთ სიურპრიზი იქნება იქ. რაღაცა დაპირე. და უკვე ჩემი სკამით დავდივარ, ეს წავედი ხოლმე ჩემი სკამით. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა სადმე სხვა გადაცემაში შევჭი. აბა როგორ გაიგე კამერებთან ხარ შეუშალო ხელი მაინტერესებს. რეკლამის შემდეგ ნინო სურგულაძე იქნება ჩვენი სტუმარი. არ მაცდის ძიმა, მაგრამ